მოგესალმებით ქართული TV-ს TV-მაყურებლებო, ჩვენი დღევანდელი საავტორო გადაცემით ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება, მე ვაჟა ოთარაშვილი, წავსდგები თქვენს წინაშე, ფრიად ძვირფას სტუმართან ერთად, ცნობილი პოეტი, ცნობილი პროზაიკოსი, ცნობილი მთარგმნელი, მე ვიტყოდი და ცნობილი ჟურნალისტი ბატონი ზაზა კინკლაძე, ჩემი მეგობარი, ძველი მეგობარი, შესანიშნავი პოეტი ზაზა კინკლაძეა ჩემი სტუმარი. მოგესალმები ზაზა. ზაზა გურული ვაჟკაცია, იგი წარმოშობით ფოთიდანა, მისი ძვირფასი მშობლები, საოცარი ხელოვანები იყვნენ, რომლებმაც უდიდესი ამაგი დასდეს ფოთის თეატრს, დღესაც კარგად ახსოვს იქაურ მაყურებელს ამ ძვირფასი წყვილის შესრულებული საოცარი როლები და ფოთის კულტურული ცხოვრების მატიანეში დაუვიწყარი კვალი დატოვეს. ზაზა კინკლაძე კი გახლავთ ვაჟა-ფშაველას პრემიის ლაურეატი, ასევე ტელერადიო მაუწყებლობის ბროლის მიკროფონის სამგზის მფლობელი, მისი ტელე თუ რადიო გადაცემები დიდხანს დარჩება ქართული საზოგადოების გულში. თბილისის ყოველწლიური ჟურნალისტთა კონკურსის, რომელსაც დედაქალაქი ასე ერქვა, ორგზის პრიზიორი, საერთაშორისო ჟურნალისტთა ფედერაციის და საქართველოს მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირების წევრი, ბუნების დაცვის საზოგადოების ლიტერატურული კონკურსის პრიზიორი პროზაში, ჟურნალისტთა კავშირის პრემიის და ჟურნალ ამერიმერის ჭაბო ამირეჯიბის სახელობის სიგელის მფლობელი. ამავე დროს ჟურნალ ამერიმერის რედაქტორის მოადგილე. მისი მოღვაწეობის არეალი ფრიად ფართოა და მე მინდა აღნიშნო, რომ ზაზა კინკლაძის საოცარი ლექსები, შედევრი ლექსები შესულია უახლესი ქართული პოეზიის ანთოლოგიაში და ასევე უახლესი ქართული პროზის ანთოლოგიაში მისი პროზაული ნაწარმოებებიცაა შეტანილი და მე ვიტყოდი ეს პროზაული ნაწარმოებები რაღაცნაირად წინასწარმეტყველურად მეჩვენება იმ მოვლენებისა, რაც დღეს ხდება საქართველოში დამერწმუნება ალბათ ავტორი. დღეს მე ხელთ მიპყრია ზაზა კინკლაძის 4 წიგნის გამოცემა. მე დავიწყებ პირველესად ახალი გამოცემა, დიახ. ზაზა კინკლაძის რჩეული, სადაც პოეტის რჩეული ლექსებია შესული, ასევე მისი მე ვიტყოდი გნებავთ სკაბრეზული, გნებავთ სახუმარო პოეზია, რომელიც ეძღვნება ბრანუნები ქვია, აი ამ წიგნს, ბრაწუნები ქვია ამ ახალ წიგნს, რომელიც ეძღვნება სამი შესანიშნავი ლეგენდა მსახიობის აკაკი ხორავას, რამაზ ჩხიკვაძის და ემანუელ აფხაიძის ცხოვრებას და მათ ნათელ ხსოვნას. ასევე მე წერან აღნიშნე და შემთხვევით არ მithქვია, რომ ზაზა კინკლაძე არის ჩვენი ულამაზესი ფოთიდან, ზღვისპირა, შავი ზღვისპირა, უდიდესი ქართული ნავსადგურისგან, რომლის ისტორია შორეული წარსულიდან და ანტიკური ხანიდან მოდის და სწორედ თავის მშობლიურ ქალაქს მიუძღვნა სწორედ აი ეს წიგნი, ლექსების კრებული, ჩემი ფოთი. ნახეთ თავისი მხატვრული გაფორმებით. სხვათა შორის ეს წიგნები თვითონ ზაზა კინკლაძის ხელით არის შექმნილი. აქვე მინდა ხაზგასმით აღნიშნო, წერან ვახსენებ მე ზაზა კინკლაძე როგორც შესანიშნავი და საოცარი მთარგმნელი და მართლაც რუსულ ენაზე წარმოდგენილია ავტორისეული თარგმანი. აი მე ვიყვრია ხელით ვიხრისტი ხო, სადაც
სწორედ ზაზა ქინქლაძის რუსულ ენაზე წარმოდგენილი ავტორისეული თარგმნილი ლექსებია. მან შესანიშნავად იცის რუსული ენაც და მით უმეტეს პოეტისთვის, როცა მეორე ენასაც ფლობს, საკმაოდ რთულიც არის და ადვილიც არის ლექსების თარგმნა და მე ვიტყოდი, რომ რუსულ ენაზეც ისეთივე ლამაზი და მომაჯადოებელია ზაზა ქინქლაძის ლექსები, როგორც გიგი ქართულ ორიგინალშია. აი სწორედ აი ესეთი პიროვნება ყავს მე გადაცემის სტუმრად. აქვე მინდა მე დავამატო, რომ ზაზა ქინქლაძე იყო რედკოლეგიის წევრი იმ გამოცემებისა უახლესი ქართული პოეზიის და პროზის ანთოლოგიებისა. ეს მართლაც დაუვიწყარი გამოცემა გავაკეთეთ, როდესაც ჩვენ ერთად მუშაობდით ეროვნული მწერლობის გამომცემლებაში, რომელიც ბოროტმა ხალხმა დაანგრია და გააცამტვრა და გაასხვისა ალბათ და ასევე ზაზა ქინქლაძე აქტიურად მონაწილეობდა იმდროინდელ ჟურნალ ლიტერატურა და ხელოვნების საქმიანობაში და ხშირად იბეჭდებოდა მისი როგორც პოეზია, ასევე თარგმანები, პუბლიცისტური წერილები, პიესაც, დიახ, ხაზგასმით მინდა აღნიშნო, პიესაც, პროზაც, ზაზა ქინქლაძე ხშირად იბეჭდებოდა ლიტერატურა და ხელოვნების ფურცლებზე. მე სიტყვის ალავერც გადავალ ზაზა ქინქლაძად, იმიტომ რომ მისი რჩეული მართლაც საოცარი პოეზია შეიყვარა ხალხმა. არ შეიძლება რომ ზაზა ქინქლაძის ლექს შედევრებს მშვიდად უსმინო და თვალზე ცრემლი ან თვალზე სიხარულის კურცხალი არ მოიგადგეს. მისი ლექსები მარტო ცეკავ ქართველებო მეცეკვეთ, მე ვფიქრობ რომ არის ერთ-ერთი შედევრი თანამედროვე ქართული პოეზიის. ასევე დისადმი, პროფესორ დეიდაშვილისადმი შესანიშნავი რუსუდან ხორავასადმი მიძღვნილი ლექსი ქორწილი ერთ-ერთი შედევრი ალბათ. მის პოეზიაში გამოკვეთილად, თბილად და კეთილხმოვნად იკითხება ხატსახება ბებიისა და ბაბუის პაპისა, როგორც ქართველები უწოდებთ. და ისეთი ტკივილით და სიკეთით არის გამოძერწილი, არ შეიძლება რომ აი ამ გადასახეთიდან მით უმეტეს რომ წლები გავიდა მე ეს ჭაბუკობაში შექმნილი ლექსებია ზაზა ქინქლაძის, მაგრამ დღესაც, როდესაც ჩვენ თვითონ ვართ უკვე პაპები და როდესაც აი ეს ასაკი უკვე მოვიდა, ეხლაც კი დიდი ტკივილით, იმ ჭაბუკური ტკივილით და სიხარულით და დიდი აკოფილებით კითხულობ ამ ლექსებს ზაზა ქინქლაძისა. საოცარი სტიქონებია, მე რა თქმა უნდა მას ახალ ლექსებსაც წავაკითხებ თავისი რჩეულიდან და ასევე რამდენიმე ძველ ლექსს, რომელიც მინდა რომ ჩვენმა ქართული ტევეს მაყურებელმა გაიხსენოს და კიდევ ერთხელ ჭეშმარიტ პოეზიას ეზიაროს, პოეზიას, რომელსაც ზაზა ქინქლაძის პოეზია ეწოდება. ჩვენთან საქართველოს თითქოს ლექსის წერა პოეტად მონათლა ძალიან ადვილი გახდა, მაგრამ აი ეს კაცი, რომელიც მართლაც ფუტკარევით შრომობს, რომელიც მართლაც არტოვებს თავის მშობლიურ მხარეს, ეს იქნება გურია, ფოთი თუ სრულიად საქართველო, კაცი, რომელიც ფეხით დააბიჯებს, კაცს, რომელსაც უყვარს ძალიან თევზაობა, სხვათა შორის თევზაობაზე გამახსენდა და არ შემიძლია მე არ აღნიშნო, მის ბიოგრაფიულ მონაცემებში რატომღაც ეს არ წერია, რომ სწორედ გამომცემლობა ეროვნული მწერლობის ეგიდით, თუ არ ვცდები 2010 წელს გამოვიდა ზაზა ქინქლაძის საოცარი, მე ვიტყოდი ენციკლოპედიური წიგნი თევზაობა საქართველოში. 2007-ში თევზაობა საქართველოში, სადაც აღწერილია ყველა ის ჯიში თევზისა, რომელიც ქართულ მდინარებში, ზოგადად ქართულ წყალშია, მდინარე იქნება თუ ტბა თუ ასე შემდეგ და აღწერილია არა რაღაცა მარტო მოყვარულის დონეზე, არამედ საკმაოდ მაღალ პროფესიონალურ დონეზე, დეტალურადაა და ასევე თევზჭერის, თვითონ თევზის გამრავლების ძალიან ბევრ რამეს გაიგებ იქიდან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ფაქტიურად ენციკლოპედიური, მცირე ზომის, მაგრამ ენციკლოპედიური გამოცემა ძალიან ტევადი ინფორმაციით. ამდენად აი მე მინდა
ჩვენს ტელემაყურებელს საზაქინკლაძის მოღვაწეობის ეს ფართო არეალი დავარახო. იგი არა მარტო პრაქტიკულად უყვარს თევზაობა, არამედ აი ეს საოცარი წიგნიც აჩუქა ქართულ საზოგადოებას. მინდა გავიხსენო უფრო ადრეულ წლებში საზაქინკლაძის გამოცემული წიგნი ქართული სადღეგრძელოები. სუფრის სადღეგრძელოების სუფრის, სადაც დეტალურად ახსნილია ქართული სუფრის წესი, მისი თავისებურება, თამათის მიერ სუფრის წაყვანის მთელი პროცესი, ქართულ სადღეგრძელოთა ორიგინალობა, მისი კავშირი დროსთან, წარსულთან, აწყოსთან, მოვლენებთან, მნიშვნელოვან მოვლენებთან, წინაპრებთან და ასე შემდეგ. და ეს წიგნიც ერთ-ერთი პოპულარული გახდა, ისევე როგორც მისი პოეზია, აი ეს ქართული სადღეგრძელოები და სუფრის წესი, სადაც გაიხედავდი, ყველა ამ წიგნზე საუბრობდა. რატომღაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მის რჩეულ წიგნში, სადაც მისი ბიოგრაფიაა წარმოჩენილი, ეს მომენტები რატომღაც არის გამორჩენილი, მაგრამ მე მნიშვნელოვნად მიმაჩნია და ამიტომაც უნდა მეთქვა, რომ აი ამ წიგნების ავტორია შეიძლება კიდე რაიმე გამომრჩეს, ის კი არა, კიდე ერთხელ ვაცხადებ, საზაქინკლაძე ფართო არეალის მოღვაწეობის კაცია და გოლანთებული ქართველი რაინდია თავისი ბუნებით, თავისი შემართებით, თავისი შემოქმედებით. მე ახლა დავდუმდები და სიტყვის ალავერს გადავალ ჩემ ძვირფას სტუმართან და პირველი კითხვა მექნება ასეთი. როდის დაიწყო პოეტმა ზაზაქინკლაძემ ცხოვრება? არა ჟურნალისტმა, არამედ პოეტმა ზაზაქინკლაძემ. მოგესალმებით, განჯერები. პირველ კლასში როცა ჯერ ვიცოდი სულ 30-100. ბოლოს ამ კიდევ არ ვიცოდი და რატომღაც რაღაცა ცეთი ლექსი დავწერე, პატარა ლექსი არის, სასწავლო იყო. მამას ვაჩვენე და უთხარი 300 ჩამიწერე არ ვიცი ვერ. რა თქმა უნდა ეს ლექსი არ იყო, მაგრამ აი ეს ფოთის მეორე საშუალო სკოლის ირგვლივ ფოთის ზღვით დაიწყო და იქამდე ჩემი ბებიის და ბაბუის სიმღერებით, გიტარით, აცანის წყაროებით, ნაზვებით და ამ ყველაფრით დაიწყო ჩემი პირველი საზოგადოებრივი სტრიქონები. პროფესიული თვალსაზრისით. დიახ. მე მადლობის მეტი ამეთქვის შემოვაჟა, ისე წარმოვიდგინე ძლიერს კავშირის გამზე ვარაკოფრენილი ვარ. დავმიცდები და გეკუთვნის ასე. დავმიცდები. შეგენასული ჩემი თავი დიდებული პოეტიდან, აშკაცი ასიზგან, მამული შვილისგან ისეთისგან შევხარ. მე მიხარია სიტყვები და რაღაცა თავს ვეუბნები რომ ალბათ რაღაცაში მაინც ხისი ვარ შენი სიტყვებს. მოდი მაშინ რა ვიცი შემოგეთილო რო ვარ რაღაცა მაინც გავახსენო ხალხს ჩემი და მით უმეტეს ახალგაზრდობას და თანამედროვე საზოგადოებას რომელმაც ალბათ ჩემ ბიოგრაფიას თქო და ვერ მიადევნა თვალი გასაგები მიზეზების გამო რამდენიმე ძველი შედარებით აუცილებელი და სული ლექსი დავიწყე და შემდეგ ნელ-ნელა გამოვიდეთ ახალზე და ცოტა ამ წიგნებსაც გავშიფრავ თუ რატომ მოხდა მომავალი თაობა ზაზა ნაკლებად კითხულობს წიგნს ძირითადად არის ინტერნეტზე მობილურზე მიჯაჭვული ამიტომაც ჩვენი გადაცემა ხვალზე ისევ სოციალურ ქსელში დაედება ათასობით ადამიანმა უნდა ნახოს და ჯობია რომ თქვენი პოეზია მით უმეტეს თუნდაც ძველი იქნება თუ ახალი გაიცნოს ვეცდები ძველი და ახალს დიახ დავიწყებ ასე ახლა შენ ახსენე ექსკურსია ძველ ციხეს კი ბატონო სამდენ წმინდა ლადასტურს სამდენ ვაზის წვენს ოდენ მე-11 საუკუნეს მეოცედანს შეოდნენ ენთო ცირა კოცონირით 1000 წლის ძელქვასთან თვალსალებდა თან ცეცხლია და ცეკვავდა ტრიალებდა ტურისტების როკ-ენ-როლი ქარივით ტანგმა მიგრძნო ცახცახებდა ციხე ამბო კარივით და როდესაც შეაზრავდა კედლებს ჩვენი დავლური გამოვარდი დავლარე დავა ჩორთი ალური გავიწვიე
და ცერემნას ნაპერწკლები გაფანტეს, ბაცან კალამ როქავებმა აიგუდა ნავადეს, გავდგნენ განზე, დაცხეს ტაში, შურითაც და გულითაც გლეჯდა კედლებს, ჩვენი დოლი ბეჰაიებს ულიდა, მაგრამ ვაირომ ჩვენებური არ სოდნია კოციას, იმ კუნწულას და იმ ციელკაკოსნიას, თურმე გული რა ყოფილა, როგორ ჩაგეფიცლება, დგავარ და გრძნობ, სისხლის ნაცვლად სიყვარული იცლება, დასხეთ მაგდობს, ნუ აჩვენებთ, დასხეთ კიდევ თავიდან, რომ შევაკვდე მე ამ ცეკვას, ჩემსას მაინც გავიტან, ვინმე როგორ არ გამოყავთ, მე დავლურე, მე ცერე, ქართულ ცეკვავ, მარტო ცეკვავ, ქართველებო, მე ცეკვეთ. ბრავო, აი მე კიდევ ერთი შედევრის მოწმენი გახდით. ეს არის ზაზა კინკლაძის ლექსი, ექსკურსია ძველციხესთან, შედევრი თანამედროვე ქართული პოეზიის. ქართულ ცეკვავ, მარტო ცეკვავ, ქართველებო, მეცეკვეთ, როგორ შეეფერება დღევანდელ დღეს ზაზა კინკლაძის ჭაბუკურ წლებში შექმნილი ეს შედევრი. დიახ, შვენიერი იყო. ეხლა სიყვარულსაც მოუხდი ალას უნივერსიტეტის ეზოდან დაებედა ამ ლექსს სტუდენტებში შეგიძლია პოპულარობა სიყვარული და გავიხსენებ ჩემს ახალგაზრდობასაც და ჩემს თაობასაც გავახსენებ და იქნებ კიდევ თანამედროვე შეყვარებულებსაც გამოსდოს გულის სიმებზე კლანჭი ამ ლექსმა კოუცი ეს არის ლექსი როცა თხოვდებოდა და გათხოვდა ჩემი ბავშობის დედოფალი და ქართულში დამბადიჟა მე და მიუძღვენი მას შემდეგ დღეებში იწყება ახალი კარნავალი და ძველი ზღაპარი კვდება დღეს ჩემი ოცნების დედოფალი სვისი დედოფალი ხდება ნეტავ რა მომღერებს ახლა საო თრობას უდარდელად ველი ნუ თუ ოცნების სასაფლაოდ იქცნენ ლაჟვარდები ძველი ნუ თუ ღრუბლებს გაახვა ჩემი ფლოტი ცისკენ განაცული გზნებით ნუ თუ ამდენი ხნის დონკიხოტი უკვე სანჩო პანსავხდები არა ნუ ინაღლებთ ალამაზებო თქვენ თუ შემოქმედის ნებით უნდა სვისოლებად იარსებოთ ჩემთვის დედოფლებად გიჩებით ბრავო ენასვალეთ თქვენ დედოფლებო სამწუხაროდ ბრავო აგიგული იყო მისი ბედი შვილის დაიღუპა თვითონაც დაიღუპა და საოცარი ტკივილიანი ლექსი წაგვიკითხა კიდევ ერთი შედევრი ზაზა კინკლაძე რა არის ოცისობელი ხო ჩემი საოცრება იყო და მე ისე წავიდა ცხოვრება რომ მე მივხვდი რომ ალბათ ღმერთმა მის მეუღლეობას ქრობას რომ ამაცილა შუნკტარ მამობასაც ამაცილა და სონკტარ გაცოვასაც თურმე და ერთი სტროფით დავამტარებ ამ ისტორიას, ტრაგიკულ ისტორიას რომელიც მე მასზე დავწერე ფიქრში ჩვენ ცხოვრებას ვადარებდა შუა საშინელი ტიხარია ერდროს უშენობა მადარდებდა ახლა უშენობა მიხარია აბა ვის უნდა შევისიქი მერტმა აცხოვეს მისი ბრავო მერტმა აცხოვეს მისი საოცარი ლექსი წაიგეთ ახლა უკვე ბებია ბაბუის კი სიყვარულის ლექსი კიათოფურიაძე დიდებული ესტეტი იურისტი და მისი ბებიის და ბაბუის ისტორია ძირითადად აქ მაგრამ უნდა შემდეგ ემატება ამას პოეტის ხილს ფანტაზია რაღაცა ესეთი ლექსი გამოვიდა ბებიის და ბაბუის სიყვარულის ბალადა მოიმღერდა ტეხური ვარაიდა ვარადას ოჯალეში დეკემბრის მზეს ბოლოს ხიბს პარამდა ხვიჩა ბაბუი ზამთარს ვენახს
აღარ პარავდა. ალბათ გრძნობდა, რომ იყო მისთვის ბოლო კანონდა. თუთა ბებო მაგრობდა. ცემს თავშალში მალავდა. ამოიღოს კივრიდან საქორჭილო კაბადა. უთხრა ბაბუს, თოლიგე, შენი ფასი სად არის? ბიჭო, ისე მიყვარდი მზეჭაბუგის სად არის? ბედნიერი ვიყავი მრევლში, შენი მხილველი. შენგან ნამბორელ ხატს მე ვკოცნიდი პირველი. ой მღერდა ტეხური ვრაიდა არადას ბაბუას და ბებიას სიყვარულის პალადას. წუთი სოფლად ვინ არის მუდამ ქოუჭირველი? მოგდომია ოდესღაც ბაბუს ცოლი პირველი. თურმე ეკარქმევია, ხმასვლისგან უსვენია, სიტყვა მასზე ბაბუას არასდროს დაცდენია. 60 წლის მანძილზე ეგოთ ერთი ჭილობი იყო თუთა ბებოსთან. ბაბუ სიამთვილობით მოიმღერდა ტეხური ურაიდა ვარადას, ბებიას და ბაბუას სიყვარულის ბალადას. ხამით აღსრულებულა ვეღარ უკალანდია. ჯალალმა და სოფელმა ბაბუს შეიცხადია. თალი კიდე ბებიას იდგა გაქავებული. სიტყვა დაუცდენელი თითქოს გააღებული. დამი მარტო ხელა და უცებ დასტა ჩივილი. არ ეკუთვნის შენს ბაბუს შვილო ჩემგან ტირილი. ჩემს ხელებში დალია სული გულყაროდი ვარ. მაგრამ ბოლო სიტყვები ეს თქვა ეკა მოვდივარ. მოიმღერდა ტეხური ვრაიდა ვარადას, ბაბუას და ბებიად ვერქცეულის პალადას. ბრავო. აი ეს ბრავო. ბრავო. რასაოცარი ხატსახეებით სავსე ლექსია და როგორი დაძაბული პასაჟები. აი ეს არის პოეზია. აი ჯერ მარტო შენგან ნამბორელ ხატს ევკოცნიდი პირველი. აი წარმოიდგინე. როგორ უყვარდა ბებიას ბაბუა, რომ მეუბნება, რომ იმ ხალხში რო იყავი შენგან ნამბორელ ხატს მევკოცნიდი პირველი და აი ხელებში ჩააგდა ეს კაცი და დაუძახა ეკა მოვდივარ ის ზეცაში. ეს პირველი სიყვარული საოცარია რა. მართლა ბალადა, ლექსი ბალადა. ბრავო ზაზა. აი იმიტომ ამობ მე რომ დღეს მოისმეთ მეთქი ზაზა კინკლაძის საოცარ შედევრებს. საოცარ შედევრებს ამ გარეგნულად უბრალო შემოქმედისა და ჩემი აზრით ერთ-ერთი გამორჩეული დიდი შემოქმედისა თანამედროვე ქართული პოეზიის. დიახ. აი ეს ახლა ჯოფასერო მე თვითონ მიგვერს ასახდება და აგიხსნით რა უხდა. 20 წელია ახალი წიგნი არ გამომცია. მაგრამ ის 10 წიგნი მაქვს. 10 წიგნამდე გამოცემული ლექსების, მოთხრობების თქვა უკვე ვაჟა. რა იყო რა დამეტაკა? ვაჟა ჩორდელი ყავს ერთი. ჩვენი დიდებული მეგობარი ჩემი ნათლი ამერიმერის ვაჟას ნათლი ამერიმერის თავი რედაქტორი წინვალე ალმანახის ავტორი და მე მასთან ვარ მოადგილე ვარ და პასუხისმგებელი ვარ და წამოჩდა წერალი და გამომცემელი. რომ დამჭირდებაო ის მე ხანდახან პრინტერის ვაკეთებ გას 200-300 წიგნს პრინტერი ხარებებს არ მეთქიო ამდროს ჩემო ქალიშვილა მაშქრა პრინტერი ახალი იყიდა მაგ ლეპტოპი მაის აზიები შეკედელა კაცია გაგვები კარგად ამაში დავჯექი და გადავატეალე ინტერნეტი და აბსოლუტურად აწყობიდან დანომრიდან დამონტაჟებიდან დამეშვიდან დაკინზვიდან დაკესვიდან ყველაფერზე 20 წელიწადში ერთი წიგნი ვერ გამოეცი 4 წიგნი მაგაგერი და რომანი წეგან დავამთავრე რომანი აწყობილი მაგ 500 გვერდიანი პროფესორ ველოდებოდი თქვენ მეძე შეიძლება ერთი კაცის სტამბა ღმერთმა უსე შთამაგონა ეს იყო აპრილში არა მას და აპრილიდან მე უკვე 4 წიგნი მაქვს ახლა იმას ვერ ვიტყვი რომ ყველა 300 და 200 ტირაჟი მაგრამ ავალ
აუცილებლად ტირაჟზე. ზოგი ახლა 70-ია, ზოგი 40-ია, მაგრამ ცოტა რაღაც ზოგი 50-ია. ნელ-ნელა ავდივარ. ანუ რასაც აკეთებს 10 კაციანი ბრიგადა სტამბაში ვაკეთებ მე. აღარ როგორა. ისე კი არ ვკავო. თან ტელევიზორს უყურებ, თან ბაღი მაქვს, თან ძაღლი ვარ, თან თეზო, თან და თან ერთ ორ ჭიქასაც დავუწყო. ლაპარაკი სპეციალურად ვიცი ჩემი გარაჟი გვაქცი და ფასხა ხოხად, სიტყვის ხოხად და იქ საზმაკაცო კეიფები და რა ვიცი. ბედნიერება თვით სტამბაში მუშაობას თუნე როცა შესაყვარელ საქმეს აკეთებ და ყველა ახალგაზრდას მინდა თქო. რაც უნდა იყოს. აკეთე, შენ და გიხარობდეს. შენ სულს უნდა უხაროს. და ღმერთის შენთან უნდა იყოს ყოველთვის, იმიტომ ამინ. ღმერთს ვარ შეაგონებინა, მე 25 წელი ვერ მივხვდი სიგნალ უნდა გამოცა. ბოდიში შეგასყინეთ თავი. ეხლა ეს ვაჟამ ნაწილობრივ სწორი თქვა, როცა ეს აქ სამი გენიოსი როა ამახატული, მაგრამ მე მინდა ცოტა მოახლოს, კარგი თუ შესაძლებელია თუ რა და აი გიჩვენებთ. ბრანწუნები რატო ქვია ამას? არამას ფიგვაზე და ემანუელ აბხაიძე არის წინა პლანზე. უკანა პლანიდან ბოდიში ქონდა და გენიალური აკაკი ხვალა ბრანს აჩვენებს ორივე. ესე რამხელა იუმორია წარმოვიდგინეთ, კაცი ჰეროიზმის, ტრაგიზმის მეფე. აი რა არის იუმორი. ეს არის სახუმარო ყველანაირად ვეცადე ძალიან ცოტა ყოფილიყო ხაბერზული გასართობი ლექსები, რომელზეც შოთა რუსთაველი ბრძანებს. ჩვენ მათიცა გვიამების რა, რაცა ოდენ თან ნათელად რა თქმა უნდა. მოდი წაიკითხე ერთი. არ ვიცი, არ მინდა რამე სული გამოვყეს, მაგრამ ერთ წავიკითხავდა. ერთი მინდა გაიფარისინეთ ყველა. ეს იუმორია. ჩემი გაგები და ჩემი შესაძლებლობით საწყენად არ მიიღო. აი ეს სურათიც ამ სურათით თავდება ეს ლექსი, რომელსაც წავიკითხავ. აქ არის ეს ინტერნეტიდან ავიღე, აგერ არის გამოსახული რაინდების და სამურაების ასეთების ფორმაში ტრამპი, პუტინი, ში ძინპინი და კიმ ირ სენ. აგერ ეს ლექსი იწყება ასე. ცხინვალე სურათია სტალინი და კიმ ირ სენი და კიმ ირ სენის ქოჩორი სტალინის გულბაში. ეს იუმორია. ამიტომ იუმორად მიერთ. ბავშვები და პოლიტიკოსები. ლენინს უყვარდა ბავშვები. განსაკუთრებით მშივრები. ამიტომ მის დროს ყველა იყო ღატაკი, ტიტლები. სტალინს უყვარდა ბავშვები. განსაკუთრებით ობლები. ამიტომ ან დაუხრიტა, ან დაუჭირა მშობლები. თავად გავიხდა სტალინი იმპერატორი არის. ჰიტლერს უყვარდა ბავშვები. მომავლის საიმედები. ამიტომ შორტ პამპერსებით აომა იუგლენდები. შემდეგ მეტროში ჩაძირა ნაცისტურ დივიდენდებით. ედოს უყვარდა ბავშვები. ვით შაქარღვინო ვადებში. მომავლის იმედს ხედავდა ყველა ყმაწვილში, მართვეში. ამიტომ თვითმფრინავიდან გადააფრინა ჰადესში. ჩუმი რეკორდის მისია. ფანტასტიკური ხარისთვის. დახვითა გია გიორგი სააკაძემან შალისთვის. სვიას მეტი რა ეკნა? სული ეჭირა კბილებით ნეომედეას, მანანას არ დაეხოცა შვილები. ნიშას უყვარდა ბავშვები, განსაკუთრებით ნაშების და ბანაკებთან ბუჩქებში დაპეპლაობდა ნაშებით. უცხოეს დაშოპინგობდა. უკროდნენ წყრეები, შაშვები, ჩამოფრინდა და ამას გალია და კაკაშკები. თავისები და თეთრები ბიზნეს უყვარს ბავშვები. როდესაც ლიბერალობდა, გულში ჩაიკრა შავები. ჭურს იჯდა თუ ჩვენ ვიჯექით, უნდა დააწყოს შანსები. აუხდა თიფსეიტელებს, რადგან აწყვიტეს შასები. მარველაშვილსაც უყვარდა. აწყო ყოფადის ბავშვები. როგორც ამბობდა, დაკარგდა ჩანსაღის სექსტამაშებით და ისტორიაში შემორჩა წვერებითა და ფანჯრებით ბოდიში. მან მთელი ნათელი დედობა ერთმანეთს შეუზიარა. გურჯისტანის მზეს ფიცულობს შვილიან მამულიანა, ვადა გასულის უფროსობს. არც ადრე იყო ჭვიანად, ეტყობა ტვინს ეხვია პრეზიდენტობის ლიანა. სპორტული ენა და სპორტული
ერა დაგვიდგა. პრეზიდენტიც და მერიცა ფეხბურთელები არიან, შესაძლებია ერიცა. ჰაბურთი, ჰამოედანი, მოსინჯოთ თქვენი ფეხიცა. ივარგებთ, კარგი, არადა გასკდება თქვენი ერიცა. უკაცრავად. ერთ სამთხოვ აღარ იგინოს. და ვეთქვი მამა შვილდურად. სიკეთეს ყავლი არ გასდის. იღვაწოს ყავლა შვილურად. დიქტორმა, არქიტექტორმა როგორც იღვაწეს ჯიგრულად. კარგო, ვასილ პავლოვიჩ, მადლობას გიზღვნით ახლა კი. ფეხით რომ ჩამოუვლიდი ბავშვებს, მამური ამაგით, საიქიოში გალობით უნდა გირწიონ ჰამაკი, დაგხსენი გადასახლებას. სხაპარია და არაგი, აბა, ვინ მოდის ახლები, ტახტებს, ვინ ეთამაშებით, დიდებო, მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენს იყავით, ბავშვები. მე როგორ სერიოზული ვიდეო იმური სერიოზული. მომიტევეთ? მე მინდა საზა ერთი ძველი ლექსი კიდე წაგვიკითხო. აი ეს ობობარო აბავს იმაცეს და ნეტავისო ბავშვობა დაბრუნებული ყავეთობა. ეგარი მესა. მიცი ზეროლის ამბობ ზეპირატიცი ღმერთო მომგალიც იმას ხო? ხო. ასკოლა მე პოეზია ჯობს იუმორი ძალიან სახიფათო რამეა. შეიძლება თელი დარბაზი რომელიც ზღურებს. ასო ამ ერთის აწახების ხო. ღმერთო მომგალიც იმაში და ბავშვობაზე ფიქრებით. დახატე ის ფილმა ძველი ფერადი ფანქრებით შემუდრებული ზღაპრებში როგორც ციცილა ბუმბულში მომკალი კერიის პირას ფანჩატურების ბუმბულში მომკალი პალიასტომზე შავ ზღვაზე კაპანჩინაში ზღვის პირას თვალებს ციმციმა თეთრი შუქურა ჭიაჩი მიგის გიზებდა ოცნება როგორც წალამი ნაყალზე ღმერთო, მომყალი ნამივით ამძივებული მაყვალზე. ის ჩემი ზავთი პირველი, ჩხუბი და გამაყება, იმ დროინდელი უჟმური, ნუ თუ ბოლომდე გამყვება. დაწყებული იყო სიცოცხლე სიბერით, რაღაც ივლიდა, განა არ სჯობდა, ბავშვივით, მიახლოება, სიკვდილთან. ბრავო. განარჯობდა ბავშვით მიახლოება სიკვდილთან. მოდი ახლა ხალხის გადავალ აგერა ასუბრაკეთ გადმოვში ის იქნება ახალი და კი ბატონო ჩამოვაჟა და აი არ ვიცი ამას ზოგადად ვერ ვიტყვი მაგრამ კი ბატონო წაიკითხე ჩემი დაახლოებით თანამედროვე გაგების გამოხატველია ცოტა შეიძლება უფრო პედაგოგიურ თუ როგორ თქვა არა ხატული იყო შეიძლება მაგრამ просто ჩემი კარგია ბოლო წლების გადასდის სამოც და სიბერის დაქროლა ქარმა მიმწუხრის ფიქრთან ისლეულმა უფრო იმადა მე რა მოხდა უნდა ცვალოს ავდარი დარმა ხან დაგვიღამდა და დაბნელდა ხანასინათა გაქრა წარსული არა იცი მამა ალისა აწყუა შენი და აღსუფებს გული გონება დაადგმი იმ ხალხით ვინ ცხოვრება გაგიხალისა შენ რომ უყვარხარ არა შენი ფული გონება აღარ იდავო იქედა მაღლო აღარ ინაგრო რაიც არა გაქვს ნუ გადარდებს რას გაქვს იქ მარე შეუნდა შენს თავს სხვებსაც გული უნდა იმაგრო რა ჯანის შერჩა იმითვე დატკბი იხარე დატკბი შვილებით შვილი შვილთა ჟივილი ხივილით ვალმოხდილი ხარ და მშობლობა სხვებსაც აცალე ნუ გეშინია სიკვდილისა რადგან სიკვდილი ახალ ცხოვრების საწყისია შენ გენასვარ ნუ ცოცხლების გეშინია
თუ კი ისახავ, ნუ სიყვარულის, თუ კი ვნება ისევ დიდია, აღარ გჭირდება ვინმე გახდე, რაც ხარ, ისახარ, გულს აბერებ თუ აღმასვილებ, შენზე კიდია, ადრე წასულნი გაიხსენე, ღვთისმშობლები, წუთის სოფელსო გვიმშვენებდნენ ჩვენ დაძმებივით, რამალე ჩაქრნენ, ჩაიყვამლნენ, თლად ჭაბუკები, მოვარდნილ ტალღით ატაცებულ კოსონებივით, შენ კი უმადლე და შესთხოვე თან პატიება უფალს, რომელიც შენთვის ელნო და მაცხოვრობდა, ყველანი ვსოდავთ. შეიძელი მონანიება, ვინც არ შესწოდა, იგი განა ქვეყნა ცხოვრობდა, ადრე 60 ითვლებოდა სიბერის კარად, დღეს 80-ია და ქარავნის ისევ ყებს ძაღლი, ხვალ უკვდების გესტუ ჩასწნენ, იცოცხლებ, მაგრამ შენი ცხოვრებით ამ სამყაროს ვერასდროს დაღლი, გადასცდი სამოცი, გადაცდები საუკუნესაც, მომავალში კი პლანეტასაც, გალაქტიკასაც, დროის მორებში გადასცდები წრიულ ბრუნვებსაც და მოაჩენ შენი სულის დროებს, იქაცა. ცოტა ფილოსოფიურია, მაგრამ მე მინდა ისე კიდე ახლა ერთი ახალი წაიკითხო კიდე და ერთიც ძველი. აი ეს ლექსი რომ არის ძინავს ბაბუას ძინავს ჯვარი გეწეროთ ამინ. ბევრია. არ გახსოვს ეს ლექსი? ზებირად არა, მაგრამ მონახე აგერ აი ერთ ჯემში გეკი. კი, მონახავდა. ამიდეს აი ეს ივერიული აწავი ხო? კი, წაიკითხე. კი. ივერიული და იმის ზებრაში რო ვარ დავგარგოთ ყველა. იმის ზებრაში მინდა ჩემ საქართველოს მამულზე. აქტობრივად გამოდის რომ ის ნაწილობრივ ზავით. ფოთელი ვარ და პოეზიის ლოცი ფოთი ვარ. ფეთქი ლექსების ალავერდით თქვენთან აუდივარ. ჭალიკონი ვარ, შავი ზღვიდან შემოვარდნილი, ქართლის დედისთვის, თეთ სვირთების მომაქვს მანდილი. ნარიყალისთვის თორი მომაქვს, უშბის მყინვარის და მომაცილებს ლეგიონი, ფაზის მდინარის. ხარები მომყავს, აიეთის, მზით და ნაღმული, კოლხეთის ზეცა, ვარსკვლავებით გადანაღმული, ეს ქუმლები კი არის ღმერთის თეთრი დროშები, მზის მარმაშებით, სირმებით და ოქროს ხოშებით, თამარის სუნთქვა ვარძიდან ნიავს მოყვება, არაბთან ვაჟა დამხვდება და თისას მოყვება, ერეკლეს გვირგვინს დავეზებო, ეს არ მოხდება. ჩუ რახმა ისვის ციცამულთა, ვისი გვინია, ზარდთად ეხა, ცის სამრეკლოს და უგრგვინია, ეს ერის მამის სიკვდილია და გვირგვინია. სვეტის ცხოველში და უჩოქებ მეფემ გალობლებს, კათალიკოსი სამებაში და მამწყალობნებს, გუთნის ტოროლა, ცისკრის ვაშხლავზე და უფრინა და ჟოანტელმა დედამიწას ტანს დაურბინა. ხორბლის თავთავი, ოდო ჟღერი, განდა განაობს, დრინავს მარანში დიონისე, დაბანდალაობს, რა ძალას, ქართულ მზის და მთვარის ბორჯღალებშია, ქაცითელშია, თავქვეშია, ოჯალეშია, ლილეოს ლაღუმს, ყიმაჭულის ფითალას უგიდებ, ჩელას ქედანსაც ვაუუნებ, ჯვარზე და კიდევ, მედიას თლებით, სიმს რომ დავწნავ ჩონგურის, ზედ გაებმება ციხე, კოშკთა, ყველა კონგური ალავს, გიზგიზებს მაშინ გული, აკი აფთება და მზის ხოხობი, შპერმუხაზე აკრეხდება, ჩემი დაზმები, გაფრანტული ჰერებ, ლაზეთით, არ დამიტო უკუსთხებდა ღმერთო, არც ერთი, დავითის გზიდან, ჩემი ხალხი არ გაბრუნდება. ჩემი რითმა სულ დელფინივით არ გაბრუნდება. ლიხის ჯიგი ვარ, ლექსის ჩეკით თიდან მოვდივარ. იმერ ამერის სისაწყლა, გულთა ბონდი ვარ,
სენა ქართულით უფალს ცაზე დაუწერია ჯვარით გვირგვინით გამწყინდება რა იმერი ამენ ღმერთმაგის მე ასეწავს ასეც ღმერთმაგისვინოს ჩემო ზაზა და მე მინდა ისე ერთი ბიოგრაფიული შტრიხი თქვა ზაზა კინკლაძის პირველ კრებულს სწორედ ჭალიკონი ერქვა პირველ კრებულს ჭალიკონი ერქვა ეწერან ახსენა ის მაინც როგორ ეთქობა რომ ზღვის პირელია და ფოთელია ჭალიკონი ერქვა მის პირველ კრებულს გაუმცემლობა მერან თუ არ ვცდები 1999 წელი ერთი მოკლედ ვიტყვი ამას რა თქმა უნდა არ წავიწყა ეს არის ჩემი 70 რჩეული ლექსი თუ თქვი უკვე მე რო ვთარგმნე მეთქი კი ავტორისეული ეს ჩემთან მოუწევ რომ გამოცდა და თუ არის დრო კიდე ერთი ბატონო კი არის დრო 1-2 წუთი კი კი ბატონო თუ არის მაშინ ძალიან მცირე რამეს ვიტყვი აღარ მინდა ნაკლები იმდენი წავიკითხე არო ეს ვიტყვი უბრალოდ იმ სულის კეთებას ახლა განვიცდი მართლაც უთვისებელია ჩვენი ცხოვრება რა ვიცი იმ დროს შენს იუბილეზე ვთქვი და შენს დიდებულ საღამოზე პოლიტექნიკურ გორიოს ინსტიტუტში ეცა შენი ლექსებს განვიხილავდი არ ვიფიქრებდი მეთქი თუ იმაზე არ ესიჩილება გვენახა ჩვენს თაობას რაზეც საქართველოს ისტორიას ამკითხე მაგრამ აი გზელდება უამრავი პრობლემა ყოფითი პოლიტიკური სულ საბრძოლი ხან სპარსი ხან არაბებითო ხან რუსი ხან არ მორჩება როგორც ჩანს მაგრამ ჯერა რომ ჩვენ შევიგდებით ჩემო ზეპასო შევიგდებით მას შემდეგ თუმცა ამას უფალი ინებებს და მე ვიცი რომ მალე სოფლი გადაანაწილდება ნოსტრადამუს ფესტივალი კარგად მაგაშიძული და იმდენად ჩქარა მოხდება ეს იმდენად ჩქარა გაგერებული დარჩები და მოდით ერთმანეთთან ხიდებს ვუჩავდეხავთ ერთმანეთთან მისასვლელი ხიდები დავდოვოთ ჩემო ქართველი მოვიდო მართლა შაგრენის წყალი ვითვართ მართლა ძალიან შემცირდით და ასე ყველა ერთ სამყაროს და მსოფლიოს ნუ ჩავდეხავთ მსოფლიოს ხიდებს ძალიან ცოტა დარჩა დილოვანი და იქნებ ზაზა აი ეს ლექსი რაც გთხოვეს წინავს ბებიას წინავს ბაბუას და რაღაცა გაიშენებს წამით ჯვარი გეწეროს იქნებ მაგ ლექსით დავასრულოთ დღევანდელი გადაცემა თვითონ სიმბოლური იქნება რა ძალიან კაი იქნება თუ მივაგები ჩემო ვაჟა ასალე ყრმობის სიზმარი არა რატო დირქები ეს არის საოცარი ლექსი, სწორედ ადრინდელი წლების, რომელიც შესული იყო ზაზა კინკლაძის პირველ კრებულში. ჭალიკონი. რამდენი რამე შეამჩნია ბიჭო და გონი არ არის ეცი პაზა არ არის ბიჭო. ხედავში ესე რას ნიშნავს ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი ზაზა კინკლაძის და სამწუხაროდ იქნება თუ არ არის მან შეტანილი. აბა, ახლა წეგანაზის შენიშვნა მომეცი. არა კი. არა ეს სხვა არის. ეს სხვა არის. კი შერია ქვია. ჩინკების ერდო, ალების ბანი, სხაპრების გუდა, ცეცხლი. მოყურიადე, სულ განაბული, გვიტებიანი ცასული. ბაბუს შიმუხი, ბებიის ყავთა, ტახზე ღაბუა კატა. თავმიდებული, თირეზე გურა, ღია სამზადის კარტა. როცა ზღაპარში ჩაინავლება, ძილის პირულში ერთ ხანს რულს მორეული რულს ვაყურადენ ერუდუნება ვენას მიუსხდებიან შემდეგ შუა ცესს საჩეჩელი და შულო ფერია რატომ კორტუნებს კატა ზღაპარს გიყება შვილო ჩამეძინება ცეცხლის ღუღუნში დამეფინება ლული რომალ სიზმრება დაბრიალდება გაღვივებული გული ეს რამოდენა დევებთან ვომო რაც ხრაკლიტულებს ვაღებ მივადგრიალებ რაშ ბედაურებს ჯავარდნიალებს რაღებს მეფის ასულებს ზეთუ ნახავებს ხოია გულით ყარო რამდენჯერ სვანდა რამდენჯერ მომავს შინ უკრების ყარო ძინავს ბაბუას ძინავს კერიას ნაკვერჩხალიღა წეთავს ჩაზდინებია ჭერზე ობობას ზვიად ქონდა ქას წერთა
იძინებს, ბებო, იძინებს, მხოლოდ წაიბუთბუდებს, წამით, შვიდად დაღამდი, შვიდად გათენდი, ჯვარი გესეროთ, ამინ. აი ამით მინდოდა დაგვესრულებინა. შვიდად დაღამდი, შვიდად გათენდი, ჯვარი გეწეროთ, ამინ. ჩემო ქართველებო, ჩემი ძვირფასი სტუმარი იყო, შესანიშნავი შემოქმედი, ჩემი მეგობარი ზაზა ქინქლაძე, მე ვაჟა ოთარაშვილი, მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის, კარგად გრძანდებოდეთ ჩემო ქართველებო. აი ხართ.